და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ სიმბოლური კავშირი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის წინ გაიბადა, უკვე ოფიციალურ სახეს იღებს. ლევილის მამულები და შატო საქართველოს სახელმწიფო საკუთრება ხდება. ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შესახებ ანა ნოდია ისაუბრებს სიუჟეტში. პარიზის მახლობლად მდებარე პატარა სოფელი ლევილი, რომელსაც მე-20 საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, კიდევ ერთ ისტორიულ თარიღს 23 სექტემბერს შეიძენს. ადგილი, სადაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ ქართული კერა შექმნა, მათივე ანდერძის თანახმად აწლეულების დაგვიანებით საქართველოს სახელმწიფო საკუთრება გახდება. საფრანგეთის დროით 4-ის ნახევარზე ლევილის მამულის ტერიტორიაზე რადგანაც ეს სიმბოლური არის, ხელი ეწერება მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესს. აქ წარმოდგენილი იქნება ყველა ის ოჯახი, რომელიც უფლებამოსილი არის, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. ღიად არის მოწვეული ფართო საზოგადოება, მე ვიცი, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი ჩამოვა ნიუ-იორკიდან, პირდაპირ ჩამოფრინდება საფრანგეთში. ფართო წერილით მივწერა ჩვენ კოლეგებს, მინისტრებს, პარლამენტს და შეიძლება ჩამოვიდეს მეტნაკლებად ასეთი ფართო დელეგაცია. ეს ძალიან დიდი მიღწევა და წარმატება ყველა ჩვენგანს და მე მინდა რომ პატარა სიხარულის ნაპერწკალი ყველას გულში აერთოს. გზა ლევილის მამულებიდან საქართველოსკენ 25 წელი გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე განვითარებულმა მოლაპარაკებათა პროცესმა თავისი თვისობრიობით სასურველი შედეგი გამოიღო. გავაკეთეთ 10 პარიტეტული კომისიის დომა, რაც ისტორიაში არ ყოფილა ასეთ თანმიმდევრობით. მქონდა ასეთ ხანძლივი, საკმაოდ ხმაურიანი მოლაპარაკებებიც, თქვა. ჩემი მხრიდან მიმაჩნია, რომ ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენს მიერ ქალბატონ თეა წულუკიანის მოწვევა ამ კომისიაში, რომელიც ძალიან დიდი ღვაწლი და როლი ითამაშა ამ პროცესში. მას იურიდიული მხარის გაფორმება იქნება ეს თუ განკარგულებების გამოცემა სამთავრობო. საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ჩატარდა დიაგნოსტიკური სამუშაოები. ხელი მოეწერა 2 მნიშვნელოვან სამთავრობო განკარგულებას, რის მიხედვითაც საქართველოს ლევილის მამულების გადმოცემის შემდეგ ვრცელ სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს. თავარი მოთხოვნა ოჯახების მხრიდან და ჩვენ ამას აბსოლუტურად ვიზიარებთ არის მამულის ისტორიული პროფილის შენარჩუნება, იქ ქართულ-ფრანგული კულტუროლოგიური კერის მოწყობა, სადაც ჩავლენ ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევარები, როტაციის წესით აუცილებლად და დადებენ თემებს დამოუკიდებელ საქართველოს და პირველ რესპუბლიკას და ასე შემდეგ და მე მინდა რომ ეს მამული გადაიქცეს ასე ჩქეფარე კულტურულ ისტორიულ კერად. პარიზიდან 27 კილომეტრში 5000 კვადრატული მეტრის ფართობი თავისი საუკუნოვანი ისტორიით 23 სექტემბერს საქართველოს ნაწილი გახდება.